პირველ სტუმარს წარმოგიდგენ ნაძალადევის რაიონში მდებარე ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გლოვსახურო დეკანოზი რეგლი კენგებაშვილი დილამშვიდობის ნომერები დაგულოცეთ და მადლობა სტუმრობისათვის. დილამშვიდობა, თქვენს მადლობა მოწვევისათვის და ვილოცავთ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ხსენებას. ერთმა მისი ლოცვით მათ და მეუხებით უფალმა დაგულოცოს, გვაგულთხოს, გავაძლიეროს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულში. დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ. ტრადიციულად პარასკევია და ჩვენ განვიხილავთ იმ სახარებას და ვისაუბრებთ რომელ სახარებას მოვისმენთ კვირასწირვაზე, მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, დღეს არის ექვთიმე ღვთისმშობლის გარდაცვალების მიცვალების დღე და ძალიან დიდი წმინდანის ჩვენთვის ქართველების დიდი წმინდანის, დიდი მოქალაქის, დიდი მოღვაწის, გამორჩეული პიროვნების აბსოლუტურად მისი ღვაწლი მართლა ფასდაუდებელი და შეუფასებელი და წარმოუდგენელია, რომ არა ღვთისწყალობა და კიდევ ერთხელ მოდით ვისაუბროთ ამ დიდი ადამიანის შესახებ ჩვენს თერ შემდგომ უკვე განმარტოთ სახარება, რომელსაც კვირას მოვისმენთ. დიახ, კეთილი, როგორც კვლევარები, ბრძანებენ და ისტორიკოსები ძლიერ მოიძებნებაო საქართველოს ისტორიაშიც კი ისეთი პიროვნება, რომელსაც წმინდანობა და მამულიშვილობა ერთმანეთის შეუსის ხორცებულ შეუდუღაბებია, იმიტომ რომ ხალხი პიროვნებაა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უკაცრავად თაყვაიშვილი რომ გადავოთ მის ცხოვრებას თავს მართლაც აი ხვდებით რომ მან წარმოუდგენელი რამ შეძლო, ოღონდ მართლა შეძლო მარტო საკუთარი დიდი სიყვარულით, რომელიც ღვთისმოს მას უბოძა თავრობაც მას გააჩნდა თავისი ქვეყნისა და ერისა. ამიტომ ის თანადროულად ბრძანებენ, რომ ყველა მისი საქმიანობა გამსჭვალული საოცარ სიყვარულ და პატრიოტიზმით კრძალულობის საკუთარი ქვეყნისა და ერისადმი. აი მურთულეს პერიოდში კი როდესაც ექვთიმე თაყაიშვილი მოღვაწეობდა, ის არის 1800-იანი შუა წლები, მე-19 საუკუნის შუა წლები, როცა იდევნება ყოველგვარი ქართული, რადგურდება ყველაფერი ჩვენი ისტორიული საგანძურები, ისტორიული კვალი ქართველების მართლაც გენეალური ისტორიის, აი ამ დროს ექვთიმე გამოდის ფაქტობრივად როგორც აი პირველი მერცხელი, როგორც იტყვიან აი ამ საქმის ინოვატორი და იწყებს საკუთარ თავს უდევს რაღაც მიზნად, რომ გადაარჩინოს ტრის ხელყოფისაგან ესეთი ქართული ერის ნაკვალევი. და ესე დავატყობი კაც ვის უჩორიგი ბავშვობის სიცოცხლის გამო ფეხი იტკინა და მე არ შეუხოს და დაკოჭდა მიხდმის უძლულებისა მას საკუთარი ფეხით მოიარა მთელი საქართველო. აი ესე დაიწყო შეიძლება ითქვას მოღვაწეობა დაინტერესდა არქეოლოგიით და ფაქტურად ყველაზე რთულად ასასვლელ ქარფეზეს კი აძვრებოდაო და ყველგან აი ესე დანკრეს ნანგრევებში გადანახულ, გადამალულ ამ ტრის ხილისგან იავარ არ ყოფილ შემორჩენილ გარკვეულ ნივთებს აგროვებდა და შემდეგ მოქონდა და მისივე თაოსნებით ესე იგი დაარსდა ძალიან მოხერხებულად დაარქვა სათაურის საეგზარქოსო მუზეუმი, რომ შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის და იქ აგროვებდა აი ამ ყველა ნივთვესა თუ გარკვეულ ექსპონატებს თუ ხელნაწერებს. ყველგან სადაც კი დადიოდა იმოგზაურა საქართველოს გარეთაც მუსულმანურ საქართველოში, ესე რომ ვთქვათ, თურქეთის ხარეს ყოფილ საქართველოში და იქაც ყველგან საკუთარი ერის ნაკვალევსა და ისტორიის აი ამ ძველ გამოჩენილ ნივთებსა და ექსპონატებს ეძებდა. რასთავარი ეძებდა, მოქონდა საკუთარი სახით იძენდა. ანუ მან უკვე თვითონ შექმნა ფაქტია ეს მუზეუმი შექმნა არა მარტო სიტყვით, არამედ თვითონ აქ შეავსო თავისი მოძიებული აი ამ უძვირფასესი ექსპონატებით. ასევე მისი ძალიან დიდი დამსახურება რაც კი გადაურჩა მაშინ დელ ვიცით ახლა შორსაუყვას ეს საუბარი ხელყოფას, ეკლესიების გათეთრებას, დაანგრევას, ფრესკების განადგურებას, აი 73 ფრესკა უნიკალური მან გადმოაკოპირა საკუთარი ხელით, ესეც შემოუნახა ჩვენს ისტორიას. ასევე მის სახეს უკავშირდება ისტორია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. წმინდა ექვთიმეს ხედავთ ასევე ეკლესიის თავდაკებულის ამდენათა რიგებშიც და მებრძოლებთან ერთად. ასევე მის უშუალო დამსახურება მარტო ეს რომ გაეკეთებინა ალბათ ამიტომ ისტორია შევდოდა წმინდა ექვთიმე რომ როცა ჯვრის მონასტერიც კი დადგა დანგრევის საფრთხის წინაშე მე-6 საუკუნის ერთი უნიკალური ქრისტიანული ტაძარი ყოველას მოგეხსენებათ ჩვენ თავად ვიწონებთ თავს დღევანდელი ქართველებიც დადგა წარმოიდგინეთ დანგრევის წინაშე არავით არ ყურად მას არ ექცეოდა უყურადღებობის გამო გულგრილობის გამო და მან ძალიან შთამბეჭ დაწერილი გამოქვეყნა მაშინ და ჟურნალ გაზეთებში და მოუწოდებდა ყველას დიდსა თუ პატარასერსა თუ ბერს რომ ხმა ემაღლა და მოედობებინათ რაღაცა შეეგროვებინათ გარკვეული შემოწირება რომ ეს უნიკალური ძეგლი გადაეჩინათ, მაგრამ ყველას მოუწოდებდა რომ ამას არ გოფადეს მომავალი თაობა თუ ჩვენ თვალწინ ეს ძეგლი ჩამოიშლება დაინგრევა იმ გულგრილობის გამო. და ასეთ უამრავად გაკეთებული საქმეები, როგორც აღწერს მისი თანამედროვე წმინდა ექვთიმე ძალიან მრავალ დარგში მოღვაწეობდა. ჩამოთვლიან ისტორია, არქეოლოგია, ეპიგრაფიკა, ეთნოლოგია, ლინგვისტიკა, ფილოლოგია არც ერთი ისტორია თვითონ არ იყო პროფესიონალი.
ამ დარგებში იმიტომ მოღვაწეობდა, რომ ყველგან საკუთარი ქვეყნის სიყვარულითა და ერით აღტვინებული იყო და თვითონ შეისწავლა ეს დარგები, იმდენად უყვარდა თავის ქვეყანა, რომ აი მრავალხრივი განათლება მიიღო, რომ გადაერჩინა ჩვენი ერის ისტორია. ასევე მის სახს უკავშირდება ნუმიზმატიკის დარგში უდესი მიღწევა, მას პირადი კოლექცია ჰქონდა ნუმიზმატიკის ძველების შეგროვებას იცავს, ესეც მე რომ გაგაროთ შესწირა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს და რასთავარია, მას ყოველს კარგად ეს რატო გეთებს, რა სჯიდა მას. მას ძალიან კარგად ესწოდა, რომ ერისთვის პიროვნებისთვის წარსულის ისტორიის დაკარგვა ავტომატურად ნიშნავდა მის მომავლის მოსპობას. ჩვენ ვიცით ილიას გენერალური ფორმულა, რომ აწყვარი შობელი წარსულისაგან და არის შობილი მომავალისა. თუ წარსული თუ არ ექნება ერთს და ადამიანს მან არ შვა აწმყო, მომავალი თქვენ ბუნებრივ მას არ გააჩნია და მადლობა უფას რომ აი ესეთი დიდი მოღვაწე გამოუჩინა ჩვენ სამშობლოს. შემდეგ დადგა ის ავადსახსენებელი ბოლშევიკური რეჟიმის პერიოდიდან 1921 წელს, როცა გამყარდა ჩვენთან ეს რეჟიმი, ზრული გახდა მაშინ მეშინიკური მთავრობა გაქცეული იყო ქვეყნიდან, გაერიდებინა ქვეყნის ვალუტა და ასევე ეროვნული საგანძური, რომლის პატრონატას დანიშნული იქნა და მეთვალყურეთ წმინდა ექვთიმე, იმიტომ რომ ბუნებრივია წმინდა ექვთიმე ის არ იყო მთავრობის წევრი, იმიტომ რომ აი ეს როგორც მოგახსენებთ მუზეუმი მისი შექმნა მის დაარსებული იყო და იქ მიტანეს უდეს საგანძური, უბრალოდ მისი შეგროვილი იყო, ვინ თუ არა მას უნდა დავალებოდა მისი მეთვალყურე პატრონობა და წმინდა ექვთიმე დასძენს აი გულდაწყვეტით, როცა უკვე მიდის ემიგრაციაში ეს განძის და მიყვება ექვთიმეც რომ მთელი ცხოვრებაო იმას შევალიო ჩემი რომ აქაც ერთი ექსპონატი აქედან არ გასწორიყო საქართველოს ეხლა რაბედის დაცი რომ მეთო მიწევს რომ ხელმძღვანელო ამ ყველაფრის საქართველოსთან გაატანოს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მისი გადარჩენის კუთხით კეთებოდა. არანაკლებ განსასწრებლები შეხვდა ექვთიმეს და ხსენებულ საგანძურს უცხოეთში ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ეს საგანძური, რადგან მაშინვე ეს ინფორმაცია გაცხადა მრავალთა წინაშე, გამოაცხადეს ამ განძის შეძენის ჯერ დათვალიერების სურვილი ცნობილმა ამერიკისა, ნიუ-იორკისა თუ ბრიტანეთის მუზეუმებმა, ასევე მასზე პრეტენზია გამოაცხადა გრაფი ოხელენსკის ქრიმა სალმე დადენთქოს ის იყო მისი მემკვიდრე და ასევე შემდეგ საფრანგეთის მთავრობამ, როცა შენახვის ვადის გადასახადი გავიდა ამ განძს და დაყადაღება მოუწია საფრანგეთის მთავრობას, მიხვდა რასთაკონის საქმე მისი მისაკუთრება დააპირა. შემდეგ ღვთის მადით გადაურჩა უკვე ფაშისტური რეჟიმის დამყარის შედეგად ეს გერმანელებისგან განადგურებას. ღვთის მადით რაღაც საოცრად ამ ყველაფერს ხულდახულდ ერთი კაცი ექვთიმე ახერხებდა. ისეთ ადგილას მირახავდა აი ამ განძს, როცა უკვე ომი მოხდა საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომი და მთავრობამ ვეღარ მოიცალა საფრანგეთს ამ განძზე ყურადღებით, ამ დრო იხელთა ექვთიმე, წმინდა ექვთიმე და გაანთავისუფლა ეს განძი სასამართლოს ძალით, როცა დაყადაღებული იყო და ის ადგილას დამარხვა არავინ მარტო არ იცოდა, თორემ მას ცოცხალს არ უნდა დატოვებდა, უბრალოდ როცა უარს ამბობდა უდიდეს შემოთავაზებაზე, უდიდეს ფულის სანაცვლოდ თუნდაც ერთი ექსპონატის გაყიდვისაგან. თითქოს კეთილს ყოფილობის კუთხით, რომ შემდეგ ამეთი საქართველოს ისტორია იმას წარმოეჩინა და აი ესე ფაქტურად ძალით ფასად ეს გადაარჩინა. ძალიან დიდ გაჭირვებაში უწევდა მას ცხოვრება საფრანგეთში, არავის არ ეგონოს რომ ის ცხოვრობდა ისე როგორც მთავრობის წევრები, ფაქტურად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა ის და თვითონ თავისი მეუღლე ნინო პოლტარასკაია, უღირსეულის მანდილოსანი მის გვერდში შეუძლებელი ასე დიდ ადამიანს დიდი მეუღლე არ ყავდეს გვერდზე და ასე დიდი საქმეები მარტო მაკეთოს და აი როცა ესე გაჭირვებაში ცხოვრობდა შემორჩენილია ნინოს ჩაწერილი დღიურებს აწარმოებდა რომ მაგალითად აი მათი დღიური საკვების ნორმა იყო ასეთი სადილი იქ წერია ბევრი დღეებში თარიღით მიყვება დათარიღებული დღეები რომ საუზმე არ ქონდა და სადილი არის ერთი კვერცხი, ერთი ჭიქარძე და 50 გრამი პური. შემდეგ აი როცა ერთ თვეს გავყვებით იქ წერია რამოდენიმე დღე რომ საერთოდ ცარიელი არც სადილი ქონიათ არც ვახში თუ ეს თუ სადილია საერთოდ, მაგრამ და მაშინ როცა ერთ-ერთი ექსპონატიც კი ყველაზე ნაკლებად ღირებული წმინდა ექვთიმეს რომ გამოიჩინა და გაეყიდა, მას აქცევდა მსოფლიოს უდიდეს ადამიანად და იცხოვრობდა პარიზის მაშინდელ ფუფუნებს ცხოვრ ის და თავის მეუღლით, მაგრამ რა თქმა უნდა მას ეს ყველაფერი ამ წმინდანობის ხასს გადაახვევნა და ერის მოღალატედ აქცევდა, ამას რა თქმა უნდა ის არ იკადრებდა. და უკვე სიცოცხლის ბოლოს პერიოდში როცა უკვე ექვთიმეს მოხუცდა დიდი განსაცდელი მოუწყო ეშმაკმა ამ დიდი ღვაწლისათვის, როგორც ხდება ხოლმე, კერძოდ მისი მეუღლე დაავადდა, ავადმყოფაში ეყარა ფილტვების ანთებიდან შემდეგ ტუბერკულოზში და ფაქტურად როცა მოთხოვეს მას და ურჩიეს რომ მეუღლე დაეწვინა ავადმყოფოში და კუნალობას საფასტური ჭირდებოდა, მეუღლე მოგზაურობ განაცხადა რომ მათ ამის საშუალება არ ჰქონდა და ფაქტურად საკუთარი ძალებით სახში კუნალობდა მეუღლეს, მაგრამ ვერაფერი ვერ უშვალა. 20 თვეო წერენ მისი მეგობრები, მიმოწერა საწარმოებდა წმინდა ექვთიმე, არ მოშორებია წმინდა ექვთიმე მეუღლის არეცებს, მაგრამ მარტო გვერდზე მარუშველიდა და ესე გარდაიცვალა და რამხელა რა აწარმოებს, რა ფიქრები იქნა მის თავში, ჩვენ დავფიქრდეთ, როცა უსაყვარლესი მეუღლე თანამებრძოლი უკვდება და
ან ვინ დააკნებდა, ვინ მოუბრუნდებდა ვის პირი ენა, რომ თქვა, აი ამ მიზეზით, მას საპატიო მიზეზით მას დროებით ალბათ ბევრი ესე მოიქცეოდა, ვისაც უყვარს სამშობლო და ყველას გვაქვს ჩვენი ხო სიყვარული ქვეყნისა ვინ ეტყოდა რომ რატომ გააკეთა ეს თუნდაც ერთი ექსპონატი დროებით, მაგრამ არა ის აი ეხლა შეგონება ქონდა ეს განსტარ რომ ერის საქმეს ემსახურებოდა, ერთი წამი არ დაუშვია და ამწუხაროდ ქალბატონინოს გარდაიცვალა, შემდეგ როცა მეორე მსოფლიო ომი დასვა და 1945 წელს შეიქმნა ერთ-ერთი პირობა, ხელსაყრელს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომი არ იყო ბოლომდე დამთავრებული საფრთხე პოზიციაში, მაგრამ როგორც გაჩნდა საშუალება, რომ განძი საქართველოში დაბრუნებულიყო, უნდა ეგვთიმეს დიდი თავოსნობით აქაც დაიტვირთა ამერიკულ თვითმფრინავზე ქართული საგანძური და 1955 წლის 11 აპრილს ის თბილისის აეროპორტში დაეშვა და ძალიან ემოციური ყვეწვინა ეგვთიმეს შეხვედრა ჯერ საკუთარ მიწასთან შემორჩენილია ამის ხილოთა მოგონებები როგორ დაიჩოქა მან აეროპორტშივე საქართველოს მიწას იამბორა და საოცარ სიტყვებით წარმოთქვა აგერ წერეთ ეს ლექსიდან ცაფეროს ხრამდე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო სნეული დაუბრევა შენს კურნალად შემეყარეო და მხოლოდ ერთ საფრთხო დედაშვილობას შენს მიწას მიუმბარეო მის როგორც ჩანს ერთ-ერთი მთავარი საფიქრალიც იყო გარდა განძის შენახვისა დაცვისა რომ თავის სამშობლოს მიწას შეპოვა თავისი მარადიული განსასვენებელი შეგვეციოს მინდა ექვთიმე მართლაც ძალიან დიდია მისი მოღვაწეობა და გადაცემები ჭირდება და სრულად შეიძლება ვერ შევა პოსტი იმიტომ რომ თქვენ სწორად ბრძანეთ ჩვენ ვიცით მცირედი მაგრამ რა გასაჭირში რის ფასად უწევდა ეს წარმოუდგენელია თუმცა ერთმანეთის და ამიტომაც რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიამ და ქართულმა ხალხმა თუმცა განადიდა წლების მერე მაგრამ ის ცნობილი ფაქტია რომ თითქოს სიხარული დახვედრის შემდგომ ვიცით რომ ის დასაფლავებლო სულ რამდენიმე ადამიანი ესეც საოცრება გადავიდეთ სახარებაზე მამა ირაკლი თქვათ რომელი სახარება წაიკითხებოდა შემდგომ განმარტოთ რას დაგვრჩა დრო დიახ ჩვენ შევუდექით დიდი მარხვის წინამოსწორებელ პერიოდს მოგიხსენებათ ორი კვირიაკე გავლიოთ მეზორე და ფარისევლის კვირიაკე უძღებიშვილის კვირიაკე და შემდეგ რიგში უკვე ჩადგა კვირიაკამ ისა საშინელი სამჯეროს ხსენებით მოიხსენებთ ხორციელი კვირიაკეს უწოდებთ. ეკლესია გამიზუნათ ამ სახარებებს განაწყობს განალაგებს ლიტურგიკულ მსახურებაში რომ ისევ და ისევ ჩვენ ვიცით რომ მარხვა სინანულისა ეს კი ვისწავლეთ ესე ფრაზით ხო მაგრამ ესო განვიცადოთ კარგად გავერკვეთ მის არში სწორედ ეკლესია უკვე იწყებს სინანულისკენ მოწოდებას ადამიანებისა ქრისტიანებისა მეზორე და ფარისევის სახით სინანულის ფორმა გვასწავლა მეზორეს სახით ვიტყვით ღმერთო მილხინე მეწოდილს ამას რომ ეს არის ყველასთვის სავალდებულო და ერთადერთი სახსნელო გზა, ასევე შემდეგ უძღებიშვილის კვირიაკეზე ვნახოთ ჩვენ სინანულს რამ ხელა ძალაკ და ღვთისთვის როგორი სათნო, როცა როგორც ზეციური მამა, როგორ გამოგვეგებება ჩვენს მონანულებს, ვინც მასთან დაუბრუნდებით წოდებით ცხოვრებას უარს ვიტყვით და ეკლესიის წიაღ შევაფარეთ ისევ თავს და უკვე აი დგება საკითხი საშინელ სამჯეროს და ერთგვარად ეკლესია ამით შეიძლება ადამიანებს ახსენებს, აფხიზდებს რომ რა მოუწევს მას იმ შემთხვევაში თუ ის სინანულს არ გამოიჩენს, ანუ საშინელი სამჯერო. რატომ იქნება ეს საშინელი? ეს იქნება საყოველთაო და საშინელი შემაძურწუნებელი. პირველ რიგში, როგორც ამ სახარების თხრობაში ამხობილი შინაარში, მათე მახარების 25 თავია, 31 46 მუხლი და საუბარია იესო ქრისტეს მეორე დიდებით მოსვლაზე უკვე სამყაროში დედამიწაზე. თუ ვიცით ჩვენ პირველად როცა მაცხოვარი განკასდა მისი მოსვლა იყო ჩუმი, უხმო, როგორც დაბალი მონა, როგორც მსახური ისე მოვიდა, ახლა მოვა უკვე როგორც უზენაესი მეუფე, შემოქმედი არის კიდევაც. და რასთავარია მოვა ისთვის მოვა, თუ პირველ შემთხვევაში მოვიდა რომ ადამიანები ეცხონებინა, მათი ცხონების გზა ესწავლებინა, გამოეხსაჯოჯა ღვთისმწყობისაგან, ახლა უკვე მოვა განსაჯელად და ყველა ადამიანისთვის საკუთარი ცხოვრებისა მისაგება და ეს არის ძალიან საშინელი მდგომარეობა. როგორ იწყება ეს სახარება ორი თვით გადავავლოთ მის შინაარს თვალი პირველ რიგში როგორც ძალიან მათე მახარებელი იგავი მოიყვანა იესო მაცხოვარმა ამ პერიოდში რომ მოვა უფალ დიდებით ანგელოსთა თვისთათან დიდებით დავძანდება თავის საყდარზე მეუფების ტახტრევანზე და რასთავარია მის წინაშე წარდგებიან ყოველნი ნათესავნი ანუ ყველა ადამიანი წარდგება მის წინაშე ადამიდან მოყოლებს ღმერთო ადამის შეგვიცით პირველი შემდეგ ადამის განევა და ბოლო ადამი დამთავრებული რომელიც კი იმ დროს ცოცხალი იქნება და ისე შეხვდება მაცხოვრის მეორედ მომბრძანებას ყოველი ნათესავნი ამას იშავს და როგორ იწყება ეს სამჯერო და განარჩინეს იგინე ურთიერთას პირველ რიგში გარჩევას იწყებს იესო მაცხოვარი როგორ განარჩევს ოსახის სიმბოლოდ მოაქვს მათი მახარებს როგორცო წყემსი განარჩევს ცხვრებს თიკნებისაგან მარჯვნივ დააყენებს ცხვრებს მარჯვნივ და ყოველთვის პატევად ითვლებოდა და ითვლება დღესაც და მარცხნივ კი თიკნებს
და რატომ აკეთებს ამ პირველი ამის გარჩევას წინამამი გამგიმარტავენ რომ ვინც უკვე ცხონებულებენ უფალმა იცის რა თქმა უნდა ვინცაც უკვე უმკვიდრეს მარადოს სასუფეველს ნეტარებას ისინი მოსავდნენ ღელვარებისაგანაც კი განთავისუფლეს შიშისაგან რომ მათ არ იფიქრონ რომ ჩვენ შეიძლება მარცხნივ მოხვდეთ და ეს ჯერ განარჩევს და შემდეგ უკვე იწყებს აი მის თხრობას თუ რატომ მიაგებს მათ აი ამ დამსახურების საერთოდ და საოცარ წყობძანეს მაცხოვარი რომ სანამ ჩამოყვება შესაძლებელი საქმეების მოთხრობას მოვედით ჩემ და კურთხევ და დაიმკვიდრეთ თქვენთვის გამზადებული ამისა თქვენისგან სამკვიდრებელი. ნახეთ უფალი არ ბრძანებს რომ თქვენ მოგაგოთ მე დაგაჯილდოვოთ ან ხელფასად გადაგიხადოთ, არამედ თქვენთვის გამზადებული დასამამიდან მამისაგან გამზადებული სამკვიდრებელი. ეს უდიდესი სანუგეშოა ყველა ადამიანისათვის, ქრისტიანებისთვის, მithmedet ჩვენ უკვე წვენას გვეხმარება და ცოდნა ამაში ხომ გარკვეული საფრთხისმეტყველო რომ თქვენთვის გამზადებული ღმერთს არც ერთი ადამიანი ამ ქვეყანაზე არ მოყავს და არ წევს დასაყრდნობად. როცა ადამიანს გააჩენს ღმერთი, მიხვდეთ მისი რასისა, სქესისა, ეროვნებისა, გნებად რა თქმა და სარწმუნოებისაც სამწუხარო ზოგი თავიდან არ შეუდგება ხოლმე ჭეშმარიტ მოძღვრებას ყველასთვის ღმერთი ამზადებს ზეციურ სასუფეველს შეუძლებელია სხვანაირად ყველა ღვთისშვილია როგორც არ უნდა ეს ვინმე შეეწინააღმდეგოს და ბუნებრივად უფალი არავის არ წირავს ჩვენ გვამკვიდრეთ რაღაც ჩვენ რა გვევალება თითქოს ამხელა ნუგეში ამხელ ბედნიერება რომ გვევალება ისე ვიცხოვროთ რომ აი ჩვენს გამზადებულის არ დავკარგოთ ყოფილი ძნელია ყოფითი შევადარებთ რომ რა ძნელია რომ პატიოსთან შეიძლება იცხო ადამიანი ვერაფერი ვერ შექმნა აქ ძალიან ძნელია შექმნა ესე კი არ გხოს ღმერთი რა ასე იცხოვრე და იქ რაღაცას მე შექმნი არაფერი შექმნა შენ აღარ გინდა შენთვის გამზადებულია და დიდთანს არ გამზადებული დიდება ნეტარება საუკუნეს ცოცხლე ანგელოზებთან ცხოვრება მოციქულთან ერთად თანამოსაყდრეობა და არ დაკარგო ეს და როგორ უნდა ვიცხოვრო რა კარგია ეს რა სასიამოვნოა აი როგორ უნდა იცხოვრო სწორედ შემდეგ გადადის მუხლებში მაცხოვარი და ამ მათვის ამ მისაგებელის გამო უკვე როცა გაკურებულები არიან ყველა დღეს რომ განარითი დავიმსახუროთ უფალითი რომ შიშველი ვიყავდა შემოსეთმე, მშიერი ვიყავდა მაჭამეთმე, სნეული ვიყავდა მომხედეთმე, წყურვალი ვიყავდა მასუთმე. ანუ ნახეთ ამით ყველა ადამიანს გვეუბნება რომ ღვთის სიყვარული, ღვთის წვენა სწორედ გადის მოყვასის მე გაკეთებული სიყვარულით გაკეთებული და წვენ გაკეთებულ საქმეებს. თითქოს რა მარტივია, ხომ ეს, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში სხვა ჩანს ძალიან მარტივია ადამიანმა არ დაკარგოს თავისთვის უკვე განკუთვნილი ზეციური სასწრაფო, მაგრამ სამწუხაროდ ვახერხებთ ხომ. რა ხასუსო მეწედა მამები, აი ამ უკვე ცხონებულების ამხელა ბედნიერება ჩვენი თავი წარმოვიდგეთ ღმერთმა ქნას. როგორ მოვიქცეოდით ხო? აი სახარებაში ყველა საკუთარ თავს თუნა მიასადაგოს და წარმოიდგინოს ხოლმე. უარყოფით გმირებშიც და დადებითშიც ხო? ამიტომაც არის ნაწერილი რომ აი ესეთ რამ რომ ჩვენ ყურებში მოვისვრით, მაშინვე იმხელა სიხარული ეწევა ჩვენ გულს და ჩვენ გონებას რომ დამერწმუნდეთ აი ბევრს გაუჭირდა იმის ქნა რაც აი ამ ცხონებულმა თქვეს რომ როგორ უფრო როდის გიხილეთო შენში, როდის გიხილეთ შენ წყურვალი, როდის გიხილეთ შიშველი. განა უფალმა კი არ დააბრალა მათ რამე წმინდანებს გამარტავა რომ ჭეშმარიტი თავმდაბალი ადამიანის ქმედება ესეთია. ჭეშმარიტი ცხონებულების მიდგომა ესეთია რომ რაც არ გინდა წმინდა ადამიანი საქმე კიდევ საქმეს აკეთებს ის ყოველთვის ამას აკეთებს როგორც მის მოვალეობად. თვალთაგან მალ ადამიანმა კი არც იციანეს და თავის გაკეთებულ საქმეს რაც გინდა დიდი იყოს წმინდა ადამიანს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მაინც უღირსად მიაჩნია თავის თავი. ამ დროსაც კი როცა სიხრულა მოიცვა მათ გონება კი მაგრამ ჩვენ როდის არ ამის ფასი რა გავაკეთეთ მაგრამ უფალი იტყვის რომ რა თქმა უნდა ესე იმსახურებენ და ასევე უკვე ანტიპოდი ერთგვარად მიმართავს უკვე თიკნებს ხარეს დაყენებულებსო წარვედით წყეულნო და დაემკვიდრეთ ეშმაკთათვის და ანგელოზად განკუთვნილი სატანჯველი ცეცხლის გეენია. აი აქაც ხასოს მეწი და მამები რომ ჯოჯოხეთისთვის ადამიანი ღმერთს არასოდეს არ შეუქმნია და არც გაუმეტებია. ჯოჯოხეთის ცეცხლის დასაჯელი ადგილი არის ანგელოზები, ანუ ანგელოზები იყვნენ ეშმაკებიც დემონ ლუციფერი და მათი დამქაშების, მათი მოკავშირეების დასაჯელად არა ადამიანებისა. და სწორედ ეს სამწუხაროდ ადამიანსაც ამხელა პოტენცია აქვს რომ ცხონებას დამკვიდრდეს ეშმაკთან ერთად მარადიოდ სატანჯვეში ჩასვიდებიან და ეს არის ძალიან საშინელი ხვედი ღმერთმა ყოლა დაიფაროს და რატომ აგდებ ეს საშინელი სამჟავრო ეს სწორედ აი ამის შემდეგ როცა უფალი გათავისებს ჯავს გამოაცხადებს არავინ არ ჩათვალოს თუნდაც წარწმედულებმა და ცხონებულებმა სრულფლის ეს სამჯარო პიროვნულია მხოლოდ და მისი გადაწყვეტილება თუმცა ვისრაუფლება ღმერთია უზენაესია აი ამ დროს როგორც ვინა ეფრემასური ძალიან ცხადად გადმოგცემს აი ყველას ურჩევ რომ წაიგითხო ძალიან ძნელია ახლა თითოეულ დეტალის განმარტება დროც არ გვეყოფა და გადმოცემას ეფერმასუსა ისე ცხადად უწერია საშინელ სამჯარო შესახებ ქადაგება თითოეულ დეტალს ისე ყოფა თითქოს საკუთარად უხილავს შემოხილავს კიდევ სწორედ ეს მაგრამ არავინ არ იცის აი ამ დროსო გადაიშლება წიგნები ცხოვრების წიგნები და ყველა წიგნაში გაცხადება ადამიანთა საქმენი ოღონდ საქმენი მარტო საკეთებული კი არა ქმედებით არამედ თითოეული ჩვენი გულის სიტყვანი ფიქრების რახვების სული რომელიც
ყველას თვალთაგან დაფარულია შეუძლებელია და ადამიანი როგორც წესი ცოდვას როცა ჩადებს ცუს ფიქრობს მას არ უნდა მის მონაწილე ყავდეს საგუდაგოდ მალოს უნდა რომ აწყოს კიდევ ღმერთისაგანაც მაგრამ წარმოიდგინეთ ღმერთმა ყველა ვიცის რა თქმა უნდა მაგრამ ეს ყველაფერი განცხადება მთელი სამყაროს წინაშე უფლის წინ გვერდზე დადგებოდა და ღვთისმშობელი მოციქულები ანგელოზები ვახსენე და რამხელა სირცხვილი ქემ ადამიანს წარმოიდგინეთ საშინელი მართლა როცა ყველა საკუთარ ცოდვის შესახებ გაიგებს და გაიგებს ამას მთელი მაშინდელი და მთელი კაცობრიობის სამყარო შეიტყობს. და იმ რატო იქნება საშინელი და კიდევ სასირცხვილო რომ საფუძვლად ჩვენი საზომით აქ ხშირად კარგი ადამიანი გონესობისათვის არ არის კარგი. ესე ჩანს, მაგრამ უფლისთვის ცხადია მისი გული და გამოცხადება და ბევრი მიხვდება რომ თურმე ვინც უკვე წმინდანი გვეგონა და ცხონებული პირიქით მარცხნივ აღმოჩნდება და რატომ აღმოჩნდება მისი საქმეები იქნება სწორედ მოყვანილი არგუმენტება და ძალიან დიდნება და ღელვას გამოიწვევს. რასთავარია ღვთის წინაშე წარდგება ყველა ადამიანი ეფრემასწორ ბრძანებს საყოლანაირი ღირსების, პატივის, თანამდებობის, სიმდიდრის, ქონების, ძალაუფლების გარეშე. ყველანაირად შიშველი, თანაბრად, შიშველი ფიზიკურად მარტო არ გულისხმობს თავისი საქმეები და ამდროს აღარ იქნება გარჩევა. ამდროს ვერავის ვერ დაეხმარება. ადამიანს ვერ შეუძლებს ვერ თავისი გავლენა, ვერ თავისი ნიჭი, ქონება, მოხერხებულობა რიცხვ დღეს შეება წარმატებას ახსევს კიდევაც და წინმიდის კარიერაში ყველაფერი ამოუგა ხდება და სწორედ დარჩა მარტო ღმერთის ანაბარა და თავარი ეს ღმერთი არის მოწყალი ვიცი ჩვენ კასმოყარმა სამართლიანი მსაჯული. დიახ, მამა ერეკლე, რადგან თქვენ ბრძანეთ რომ ამ პერიოდში გვამზადებს წმინდა ეკლესია ამ უდიდესი ასპარეზისთვის, რატომ სწორედ აი დიდმარხ ყოლიერის წინაკვირაში, იმიტომ რომ შემდგომ უკვე ვიცი ჩენდობის კვირა დაიწყება, არის თუ არა ეს ერთგვარი შეგონება რომ ამ მარხვაში ჩვენ კარგად გავიაზროთ ის ჩვენი წოდები რა თქვენ ბრძანეთ და აი ამ მოტივით მარხვა კიდე იყოს საშუალება რომ ჩვენ რაღაცნაირად გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვილი ცხოვრება და მათ შორის ეს ფიქრებიც რომელიც ხშირად შემოდის ჩვენს თავში. დიახ, რა თქმა უნდა, სწორედ ეს არის ეკლესიის მიზანდასახულობა, რომ და ყველა ეს არ არის ერთი მარხვა ვიმარხულე და ერთ წელს დამთავრდა ყველა წელს იგივე წინა ეფერმას ლოცვები რომ მომაჭებენ განსაცდელი ჩვენ მეორე დღე დაიწყება ცოტა ხანში ეს ჩვენს ლოცვის პრაქტიკაში ხო დილას საღამოს იმ ადამიანს არ შეუძლია სამწუხაროდ მიზეზები ბევრია იფიქროს საკუთარ სულზე, სინანულზე, ჭირს დღეს უფრო მეტად ჭირს, იმიტომ რომ კომფორტის ფორმაში გაერხვა ადამიანი და მოიხიბლა მდგომარეობით და ეკლესია მოგვიწოდეს გვაფხიზლებს რომ აი ეს საშინელება რომელიც ყველას გველოდება რომ ვერ აუქცევს ამას გვერდს ვეზერი და ბერი და რა ვქნათ მაშინ ალბათ კითხვა ჩდება შესაძლებელია თუ არა იგივე ამ მარხვით და გულწრფელი სინანულით დაახსარებით რომ შეძლებს დაგვარად შევიმსუბუქოთ მდგომარეობა დიახ, ამიტომაც არის ეკლესია ესეც კი არ გვაშინეს მაიდამე და გვზაფრა სწორედ ამიტომ მოგვიწოდეს ჯერ რომ გამოფხიზდეს ადამიანი როგორც უძღების შვილის იგავში რომ მოეგო თავსat ვისე მიხვდეს ასე ცხოვრება მას დაღუპავს და რასთორა სინანული გამოიჩინოს. სწორედ მარხვა არის სინანულისა და აი ეს მომენტი რომელიც სამარცხვინოა ყველა ადამიანისთვის რომ ხა თუნდაც ერთი შენი ცოდვები ადამიანისა რომ თუნდაც ოჯახის წევრებთან ერთად ყველაფერი გამოცხადეს რა სირცხვილია და სამყაროს წინაშე რა უშუალოდ ამ ცოდვას ამ ცოდვები ეს ცოდვები რომ არ გამოცხადეს გაქრეს და ღვთის დაივით ყველამ დაიწყო აღარ მოეცოს ამას სწორედ ერთად დაადგინა აღსარების საიდუმლო სინანული გამოხატული გვქენდება შუას აღსარების დიდი საიდუმლო ქვია სხვა რანაირი სინანული ადამიანის ცოდვების მოტივებას ვერ მისცემს არც პირადი სინანული დანანება წუხილი გენემოთ ახლა ძალიან მოდაში შემოვიდა აი ბჭყალების რო თქვა ეშმაკია დახელოვნებული მატყუარაა და ბევრისგან გამიგია ქრისტიანებისგან ოღონდ არაეკლესიურებისგან რომ აი მოვა და ხატის წინეს დაღურის ბევრ ცრემს ხანდახან არც ისე ბევრს მარტო თვითონ ამეტები ხოლმე რომ იმდენი ვიტირი ამ ცოდვები და ყველაფერი უთხარი ღმერთის სახში ღმერთს ხაზ განაღმერთი არ მხედავს რა თქმა უნდა მეთხედავს მაგრამ ვერანაირ ფორმა მას ვერ მისცემს ცოდვის მიტოვების უნარს და შედეგს თუ არა აღსარებისა. ამიტომ ეკლესიაც მოგვიწევს მარხვა რომ იწყება რომ მოუვაშოროთ აღსარებას. ზოგს უჭირს რა თქმა უნდა ძნელია. ყველას გამოგიცდია ახლა ვინც ეკლესიას ხოს ვიწყებდით რომ როცა აღსარებას ამზადე პირველი აღსარება მაინც ძალიან სახასიათოა. თუნდაც მე რაღაც ცოდვაში ჩავარდე ძალიან სამარცხვინოში შენ თვითონ რო გაგიკვირდება მაგრამ როგორ გიჭის სასლოპით და მოძღვართან ამის აღიარა. არ და ერთი ადამიანის შენ სხვა ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა ახლავს აღსარებას უნდა ახლდეს სირცხვილის, სინანულის, განცდაც, ნებათა ფორიაქი, რაღაცნაირად შინაგანი ესეთი წნეხი, მაგრამ ხოჯობია რომ და შენთვის უკეთესია გადალახო შენნაირები ადამიანთან. ამიტომ დაადგინა ღმერთო მოძღვარი ახსის მიღება და ახსარის მიღება და არა თვითონ არ ბრძანდება ახსარებაში, უხილო ბრძანდება, მაგრამ ფიზიკურად და არც ანგელოზი რომ შენ ადამიანთან გაგიადულდება რომ გადალახო ეს თუ რამის გარშე ახსარება არ იქნება ვიდრე აბა სირცხვილი მე ნახე თქვენ სინდისის ქეჯნა წუხილოცა ამას მთელი სამყარო იხილავს მაგრამ იმ დროს უკვე
ბევრი ინატრებს ახსარების საშუალებას, ბევრი ინატრებს ზღვაცრემლი, როგორც ეფრემას ამბობს, რომ ინდუს ზღვაცრემლი დაიღო, მაგრამ ეს ცრემლი უკვე იქნება ამაოდა არაფრის მომცემ. ამიტომ ახსარება ეხლა არის ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ადამიანი ხელახლა იბადება, იშვება და რაც ღმერთი აქ მოგვიტევს სახსრო პირის ლოცვა კურთხევით და ხელით, იქ მას პასუხს აღარ მოთხოვს და ერთგვარად აი ჩვენი დოსიედან, ჩვენი სულიერ არქიდან გაქრება ეს წოდები. ამას ბედნიერება რა არის? თუნდაც იმიტომ, რომ შემდეგ არ შევწყვი, არ დავიღუპო და არ ოჯახეთში არ მოხვდე, აქვე გადავდახო. პირადი ოჯახეთი რაც შეიძლება ახლდეს დიდი მძიმე წოდების აღიარებას, რომ შემდეგ დავდგე აღმოჩნდე ღმერთის მარჯვნივ, სადაც რა თქმა უნდა საქმეები ჭირდება, მარტო ეს არასინამდვილე უფალი მოგვიწოდებს. აი სწორედ ძალიან ნიშანდობლივია სახარება და სხვანაირ გამარტებაც აქვს, რომ ბევრი ერთგვარად კარგი ქრისტიანია, კარგი დოსი აქვს, ხშირად ეზიარება, ხშირად ლოცვას ესწრება, ერთგვარად აი სან დიმიტრი გელოვანია ჩათვალეთ ეკლესიური, მაგრამ საქმეები არ აქვს და უფალი იქ ამბობს, ნახეთ რომ არ ეუბნება რამდენს ლოცულობ, რამდენს მარხულობ, რამდენჯერ ეზიარე, ასე და ამბობს მას ხო არა? ეს თავი გულისხმობა რომ თუ ადამიანი წმენა, რწმენა გასწავლაფერ უნდა გააკეთო, შემდეგ უნდა გქონდეს წმენა გამომავალი საქმეები. ეს მიღებულ მადლს რამდენად წამოიღებს საქმეში გამოხატავ და გეუბნება ღმერთი გვეტყვის უფალი გიბძანებს შემდეგ იაკობ მოსის ეპისტოლე და რომ მაჩვენე საქმენის შენ სარწმუნოებისგან შენისა და არა მარტო შენი რწმენა გამოხატო ლოცვაში, მარხვაში და გნებად მეტანიებს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა მამა ირაკლი, შევახსენოთ მაყურებლობას ნაძალადევის რაიონში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისმსახური დეკანოზ ირაკლი კენგებაშვილი გვესაუბრება და აქვე ვიწყოთ ხვალ არის მამა გაბრიელის სცენება, ნაწილად აღმოყვანება და ბუნებრივია საზეიმო წირვა სამთავროში გაიმართება. ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი დილის 10 საათზე აღავლის წირვას ყოველს წინასწარ გელოცავთ ამ დღეს.